ჩვენთან არის ღმერთი. დღევანდელ ღვთისმსახურებაზე თქვენ მოისმინეთ. ჩვენ წავიკითხეთ მათეს სახარებიდან მაცხოვრისეული მორიგი განკურნებულობის შესახებ. ორი განკურნება დღევანდელ დღეს ნახსენები. პირველი ეს არის ორი ბრმის განკურნების ამბავი და მეორე ეშმაკისეული ყრუ მუნჯის განკურნება. შევეხოთ პირველ ნაწილს. არაფერია განსაკუთრებული აქ. ადამიანებმა გაიგეს ორმა ბრმამ, რომ მათ ქალაქში ჩავიდა მაცხოვარი, დაედევნენ, უხმობენ, მაცხოვარი ყურადღებას არ აქცევს. ვიდრე არ შევიდოდა სახლში და მიადგნენ ამ სახლს ეს ბრმები. მაცხოვარი ეკითხება, თქვენ გწამთ, რომ მე გაკეთება შემიძლია იმისა, რაც თქვენ გინდათ. ჰე უფალო, კი უფალო ესე იგი. და მაშინ სარწმუნოება მან, თქვენ მან განკურნა თქვენ, მაგრამ შეჰრისხა, ესე იგი მკაცრად უთხრა, რომ არ გააგებინონ სხვას. ეს ბრმები პირიქით იქცევიან. განიკურნენ და მთელ მიდამოს მიმოდადვეს ხმა იგი. მიმოდადვეს ნიშნავს მოჰფინეს ეს ხმა, რაც მაცხოვარმა გაუკეთა მათ. ჩვეულებრივი განკურნება ისტორია, მაგრამ თუ კი ჩვენ ყველაფერი ჩვენზე უნდა მოვარგოთ. მოვარგოთ რა გარგებით, როგორც მე მინდა ესე კი არა. მე რას მასწავლის ეს ყოველივე. ისტორია, კიდევ ერთხელ გავიმეორებ, ჩემს სიტყვებს არა, დიდი გრიგოლ ნოსელისა. ისტორია, მათ შორის ბიბლიური ისტორია. ყველაზე აღმატებული, რომელიც ითვლება და არის. ისტორიის გამო კი არ ფასობს, რომ როდესაც რაღაცა იყო, ამანი მოიგო, იმან წააგო, დაიბადა, იშვილა, გააშვილა და ასე შემდეგ. ეს კი არ ფასობს. თავად ბიბლიაში ფასობს ის, რას მოიტანს ეს ყოველივე ჩემთვის. მე რას ვიღებ, რატოა მარადიული ჭეშმარიტება ეს. და ყველა ისტორია, მათ შორის ჩვენიც. თუ კი მე არ მესმის ჩემთვის რა, თუ ცხოველმყოფელი არ არის იგი, არანაირი ფასი არ აქვს იმას, როდის რომელი ფაქტი მოხდა. მხოლოდ მახსოვრობაში. და სინამდვილეში ეს ყველაფერი არის სიკვდილის საჭმელი. სიკვდილისა. მუზეუმში რომ მიდის კაცი, ისტორიაა. მაგრამ ის მუზეუმი არის დიდი სამარხი შეიძლება ითქვას. ჩაბარებული ისტორიას. თუ ცხოველმყოფელი არ არის, რას მასწავლის მე? იმ დიდებულებას წინაპრებისას, რომ მივბაძო და ასე შემდეგ, არანაირი ფასი არ აქვს ამას. და არც ბიბლიას არ აქვს თავისთავად იმ ისტორიებს ფასი, თუ კი ცხოველმყოფელობა არ აქვს მათ. ეხლა ამ ისტორიას, განკურნების ამბავს, განკურნა ორი სნეული ბრმა. და მე რა შეიძლება ავიღო აქ? მე შეიძლება ავიღო ის, რომ გავიგო ალეგორიულად. ესე იგი, თურმე შესაძლებელია, რომ მეც ვიყო ბრმა. ისინი თუ ფიზიკური გაგებით იყვნენ, მე შეიძლება ვიყო სულიერი გაგებით. და ვაი იმ კაცს, ვინც მართლა სულიერად ბრმა არის და უმეტესობა კაცობრიობისა დღეს არის სიბრმავეში, უფრო სწორად ესე ვთქვათ, გაცხოველებაში. ცხოველი ვერ გამოფხიზლდება ვერასოდეს. ყველა ჭკვიანური აზრი ადამიანში იბადება ერთადერთის შემდეგ. და ეს ერთადერთი არის გამოფხიზლება. ყველა სექტაში, ყველა რელიგიაში და მათ შორის ჩვენთან ქრისტიანობაში აუცილებელია. ეხლა ეს გამოფხიზლება ცოტა სექტანტურია, სექტანტებს უყვართ ამის გამოყენება. გამოფხიზლდით, გამოიღვიძეთ და ასე შემდეგ.
და ჩვენ ამას აღარ ხმარობთ სამწუხაროდ, რატო? ჩვენ გონია, რომ ჩვენ გამოგვიძებულები ვართ უკვე. რადგანაც მე ეკლესიაში დავდივარ, საქართველოში ვცხოვრობ და პირჯვარს ვიწერ, მე გამოგვიძება აღარ მჭირდება, კაცო. მე ისედაც ქრისტიანი ვარ, ჯვარი მაქვს, მონათლული ვარ. რაღა საჭირო მეტი. და დავკარგეთ ეს ტერმინი გამოგვიძებისა. სინამდვილეში უმეტესობა ჩვენგანი სამწუხაროდ ცხოვრობს სიბრმავეში. რა არის სიბრმავე და რა არის გამოგვიძება, ესე დავსვათ კითხვა. ესე იგი, თუ ის ბრმები ფიზიკური გაგებით იყვნენ, რა არის სიბრმავე სულიერი? და თუ სიბრმავეში ვარ, როდის ვიღვიძებ და რის შემდეგადაც იწყება ჩემი მოღვაწეობა ღვთისადმი. გამოგვიძება, უпростоრად სიბრმავე არის ის მდგომარეობა, როდესაც ადამიანს გონია, რომ აქვს პროგრესი. და მარტო ადამიანს კი არა, მთელ კაცობრიობას ადამიანებს ესე გონია ჩვენ. რომ აქვს პროგრესი. პროგრესი როგორ ითარგმნება? წინსვლა. რო დაფიქრდე, პროგრესი თუ წინსვლა არის, საითკენ წინსვლა? ეხლა თქვენ მეტყვით, როგორც საითკენ, კაცო? ცივილიზაციას ვაშენებ ჩვენ. შვილებს ვაჩენთ, შვილიშვილებს დაუტოვოთ, სახლები, კარები, მანქანები, ფულები. ეს კარგია, საზრუნავი განა არ არის, ყველა ვზრუნავთ ამაზე. მაგრამ ეს წინსვლა არის, წინსვლა მაშინ იქნებოდა ფასეული ასეთი, როგორც ვახსენეთ, თუ კი შენ უკვდავი ხარ. აი მე მოვაგროვე დიდი ფული, უკვდავი ვარ, აი მაშინ ეს არის პროგრესი. თუ იმას გამოვიყენებ მთელი ჩემი ცხოვრების განმავლობაში და არასოდეს არ მოვკვდები მე. აი ეს ბუნებითი პროგრესია. მაგრამ როდესაც შენ დღეს ხარ და ხვალ აღარ ხარ და შეიძლება ხვალ იყო, მაგრამ ხო აღარ იქნები რაღაც მომენტში. და ის პროგრესი არის? ეს წინსვლა არის ადამიანის? ეს არის რეგრესი. როდესაც ადამიანი არ ფიქრობს იმაზე, რომ არის წარმავალი. პროგრესს ქმნის, ცივილიზაციას ქმნის, ყველაფერი მნიშვნელოვანია. მაგრამ არა მარადისობიდან გამომდინარე, არამედ ამ წუთის სოფლის ხედვიდან გამომდინარე და დავიწყდა ამ კაცს, რომ სინამდვილეში არის სიკვდილის წისქვილში. ჩვენი ცხოვრება არის ცხოვრება წისქვილისა. იფქვება ადამიანი დროითა და სივრცით. წისქვილი არის დრო და სივრცე. ჩვენ ადრეს გვისაუბრია ამაზე. და ადამიანი ფიქრობს, მე წინ მივდივარ. სად წინ მიდიხარ? სად არის ეს წინ? ფული რო იშოვე, ეს არის წინ? და ხვალ რო კუბოში ხარ, ეს არის წინ ყოფნა? და თუ ადამიანი ფიქრობს სწორად, რომ წისქვილში ვარ სიკვდილისა, დღეს ერთი გადაიფქვა, წავიდა სამარეში. მეორე დღეს მეორე, მესამე დღეს მესამე და სხვა. აი თუ ესე ფიქრობ მე, რომ მეც გადავიფქვები, მაშინ გამოსავალს უნდა ვეძებდე, ადრეს გვითქვამს ჩვენ. გამოსავალი რა არის ამ წისქვილიდან გასაქცევი სად არის? ამ ჩიხში რო ვარ მე სიკვდილისა. ეს სად არის გამოგვიძება? სად არის ხსნა ჩემი? და აი როცა გამოიღვიძებს და იტყვის, რომ პერსპექტივა კაცობრიობას არ აქვს. მარტო კაცობრიობას კი არა,
დედამიწაზე არც არაფერს, რაც კი არსებობს, წინსვლა არ გააჩნია ბუნებითად. ხე, რომელიც დგას 2 საუკუნე, მე-3 საუკუნეში მოჭრიან და აღარ დარჩება მისი კვალიც. სახლი, სადაც შენ გეგულებოდა, რომ შენი შვილები და შვილიშვილები იქნებიან, დანგრეული იქნება 2 საუკუნეში მაქსიმუმ. სად არის პერსპექტივა? სად არის პროგრესი? შენი იმედი სად არის? და გონიერი კაცი ამაზე რომ დაფიქრდება, შეეშინდება. იმიტომ რომ ეს საშინელი ფიქრებია, ეს პატარა ამბავი არ არის. რომ პროგრესი არ არსებობს ბუნებითა დედამიწაზე, წინსვლა და პერსპექტივა არ აქვს შენ. შენ ხარ დიდ სატუსაღოში, წუთი სოფელი არის სატუსაღო სიკვდილისა. მეტი არაფერი არ არის. ხან ერთს გამოიყვანენ წადი მარადისობაში, ხან მეორეს. მაგრამ სატუსაღოში სანამ ცხოვრობ, გონია რომ პროგრესი, აი ციხეში რომ ცხოვრობენ ადამიანები და ერთმანეთს ეჯიბრებიან, როგორი მაგარი ვარ პატივანი მე. აი დაახლოებით ესეთი ამბავია. აი ამას რო დაფიქრდება კაცი, მე ხდება გამოგვიძება ცხოვრების საზრისის ძებნა. იაღველი ხდება, პროტესტანტი ხდება, ფილოსოფოსი ხდება, კიდე სხვა ვიღაც. მაგრამ ქრისტიანობაში რომელმა ადამიანმა სიკვდილი დაამარცხა, მან მისცა პერსპექტივა ადამიანებს. ღმერთ კაცი არის ეს. აი თუ ღმერთ კაცთან ერთად აკეთებს შენ საქმეს, მაშინ უკვე ფასეულია, მაშინ გაქვს წინსვლა, იმიტომ რომ შენ გადადიხარ აქედან იქ. მაგრამ შენ თუ არ გადადიხარ და ესი არ ფიქრობ, რომ მე წარმავალი ვარ და ვერანაირად ვერ განვითარდები მე. ეხლა ჩვენი ბავშვები აბარემენ სკოლაში, უნივერსიტეტში, ეს ძალიან კარგი, ხა ამაზე საუბარი არ შეიძლება მათთან. მთელი იმედები დაემსხვერპლათ. მაგრამ აი უკვე ჩვენ ხელები რო გახდებიან, დაამთავრებენ, ყველაფერი დაალაგდება. მე ფიქრობენ, რომ ეს არის კაცო ცხოვრება, გავთხოვდი, სოლი მოვიყვანე, შემოსავალი მაქვს, შვილები მყავს, სახლი მაქვს. ცხოვრობ არ ამიშავს, თვალი არ ამტკივა და ფეხი არ ამიშავს. და მე რა, 40 წლის კაცი ეკითხება საკუთარ რა მე. ეს არის კაცო, რაც მინდოდა მთელი ცხოვრებისგან, ეს ხო საცხოველეთია მხოლოდ. მივდივარ სამსახურში, მოვდივარ სახლში. შვილები არ მასვენებენ, ფულს ჩამირიცხავენ ან არ ჩამირიცხავენ, ქმარი მაბრაზებს, სოლი მაბრაზებს. და ამისთვის მთელი ცხოვრება მე ვიხსოვდი, რომ ესე მეცხოვრა წინსვლით. წინსვლა არის სიკვდილისაკენ მხოლოდ. ერთადერთი წინსვლა არის სიკვდილისაკენ. სხვა წინსვლა არ არსებობს. და თუ ღმერთთან ერთად ხარ, კი მიდიხარ სიკვდილისათვის და სიკვდილისაკენ, მარადისობაში გადადიხარ შემდგომ. აი ნახეთ, როდესაც ამ ბრმებს აეხილათ თვალი, ჩვენ შემთხვევაში სულიერი თვალი რო აგვეხილება და რეალობას ვარდისფერი სათვალით კი არ შევხედავთ, არამედ ვიტყვით, რომ ეს რა დღეში ვარ სინამდვილეში. წინაპრები აღარ არიან, მშობლები აღარ არიან, ვინ დავრჩი? მე, ჩემი შვილი, ჩემი მეუღლე. ესე იგი, რაღაც მომენტში ჩემი წასვლაც იქნება საჭირო. ჩემი შვილი დარჩება, მე ისიც და ეს თაობიდან თაობაზე გადადის ეს სისქვილი. და ყველა თაობას დაფქვავს ეს სისქვილი, სიკვდილისა. და ესე რომ დაფიქრდება კაცი, მაშინ გამოეღვიძება. და იწყებს, როგორც მოგახსენეთ, ცხოვრების საზრისის ძებნას. აი, როდესაც აეხილათ ამ ბრმებს თვალები, რომელიც ჩვენ თქვით, მას ხო არ რა უთხრა? არავის უთხრათ ეს. ისინი პირიქით აკეთებენ. მიმოდადვეს ყოველსა ქვეყანასა. გაავრცელეს თურმე ეს ამბავი. ჩვენზე რომ გადმოვიტანოთ ახლა ეს.
რატო არ დაუჯერეს მაცხოვარს? რა ამოქმედებდა ამ ყოფილ ბრმებს? ეს არის უდიდესი სიხარული. როდესაც ადამიანი ხვდება, რო არის წისქვილში, რო არის საპატიმროში და აეხილება თვალი, რომ მოკვდავია და ვერცად ვერ გაიქცევა ამას. ღმერთს ხო იპოვის, თუ ქრისტიანი ხდება, რა თქმა უნდა. ღმერთს ხო იპოვის, რომ ესე იგი ერთადერთი მარადიული არის ღმერთი. ვერც ერთი კაცი წუთი სოფელში შენ ბედნიერს ვერ გაგხდის და უკვდავებას ვერც ერთი კაცი ვერ მოგანიჭებს. ის თვითონ გაჭირვებულია, შენ როგორ მოგანიჭებს? და როდესაც შეფიქრობ, რომ ერთადერთი არსება არის ღმერთი, მარადიული, რომელმაც შეიძლება მე მარადისობა მომცეს, მაშინ იმას ჩაებღაუჭება ადამიანი, რომ ესე იგი ამ საპატიმროდან შენ შეგიძლია მხოლოდ ჩემი გაყვანა. მარადისობაში შეგიძლია გაყვანა. და აქ არის ძალიან მნიშვნელოვანი სიტყვები, ფსალმუნური. აი ესეთი სიტყვებია დავით მეფსალმუნისა, რომ ვითარცა სახედ სურინ ირემსა წყაროთა მიმართ წყალთასა, ეგრეთ სურინ სულსა ჩემსა შენდამი ღმერთო. რა სიტყვებია ეს? აი როგორც ირემს სხურია წყაროს წყალი, ისე სხურია ჩემს სულს შენდამი მოსვლა ღმერთო. რა საინტერესო შედარება, ესე იგი ადამიანის სულის სწრაფვა შედარებულია ირემის წყლის მასთან. რა საინტერესო, რატოა ესეთი პარალელი გავლებული? რა შუაშია ირემი წყალთან და სული ღმერთთან? რა არის აქ, რაშია საქმე? და ამაზე გვაძლევს ძალიან საყურადღებო განმარტებას წმინდა გრიგოლ ნოსელი მე-4 საუკუნის ეს უდიდესი კაბადოკიელი მოძღვარი ესეთ რამეს ამბობს. მიუხედავად იმისა, რომ ირემი ხორცის მჭამელი ცხოველი არ არის. თქვენ იცით, რომ ხორცს თითქმის არ ჭამს. მაგრამ ზოგჯერ თურმე ირემს გააჩნია თვისება გველის მჭამელობისა. ხეწარმავლებს ხოცავს და ჭამს. მიუხედავად იმისა, რომ ხორცის მჭამელი არ არის. ეს საინტერესო თვისება აქვს ირემს. მაგრამ გრიგოლ ნოსელი აგრძელებს. აი როგორც ირემი ჭამს გველებს თლიანად, ამ გველის შხამი ხო შედის ამ ირემის სისხლში და შხამი აშრობს მის სისხლს ირემისას. და რომ განეიტრალდეს მისი სისხლი, რომ არ გამოშრეს, აუცილებელია ირემისათვის წყლის დალევა იმდენი, რომ არ მოკვდეს იგი. გრძნობს თუ არა ირემი ამ შხამს, შეიძლება რამოდენიმე გველი შეჭამოს, ეს შხამი შევიდა მასში, კვდება, უშრება სისხლი, გარბის წყაროს წყალზე, სწრაფად, მალევე უნდა მივიდეს, თორემ მოკვდება. ნახეთ როგორი შედარება, დავითმა იცოდა ეს. აი როგორც ირემს წყურია წყალი, იმიტომ მოკვდება სხვაგვარად. აი ესე წყურია ჩემს სულს შენდამი ღმერთო. გადმოვიტანოთ სულიერ გაგებაზე ეს. მე როდესაც ვიცი რომ მოკვდავი ვარ იმ ცოდვის შხამით, რომელიც ჩადო ჩემმა წინაპარმა ჩემში, ამას ვერ გავექცევი მე. ეს შხამის სიკვდილისა ჩემდამი ბოძებულია. მე ამით შეიძლება ითქვას ვიკვებები. ამით ვშრები მე, როგორც ის ირემი. მაგრამ როდესაც მე ვგრძნობ, ირემი გრძნობს, თუ არ იგრძნო მოკვდება. გრძნობ, მე რომ ვგრძნობ, რომ სიკვდილი აგერ მოდის, შხამის სიკვდილისა აგერ ჩემ გვერდზე არის უკვე. მე ღმერთი უნდა მჭირდებოდეს. იმიტომ რომ ერთადერთი წყარო გამოშრობისაგან თავდასახცევი
ირემის მსგავსად არის ღმერთი. აი იმიტომაც არ ჩერდებიან ეს ბრმები და მიმოდადებენ ქვეყანას. იმის შესახებ ამბავს, რომ მე ჩვენ განვიკურნეთ, ჩვენ გამოფხიზლდით, ჩვენი შხამი სიბრმავისა განვაქარვეთ და ვისი მეშვეობით? ღმერთკაცის მეშვეობით. აი, როდესაც გამოფხიზლდება ადამიანი, შეიძლება ადამიანი მთელი ცხოვრება ეკლესიაში დადიოდეს და არანაირად არ აინტერესებდეს ის საკითხები, რომელსაც ჩვენ ახლა განვიხილავთ. მაგრამ ცხვირს წაიმტრევს ხვალდაზე ეგ. იმიტომ რომ ჩვენი ახლობლები იღუპებიან და დაიხოცებიან ყველანი, ჩვენს დავიხოცებით. როგორ უნდა გადაიტანო ეს ყველაფერი ქრისტიანობა გასწავლის? შხამი შემოდის შენში, სიკვდილის შხამი ყოველთვის შენთან არის. იმიტომ რომ ამით იკვებები გინდა თუ არა შენ. მაგრამ ერთადერთი ირემისთვის გამოსავალი არის წყაროს წყალი, ხოლო ადამიანისათვის ერთადერთი გამოსავალი არის ღმერთთან შეერთებულობა. ვერანაირი ლიტერატურა, ხატულს ვამბობ, ვერც ერთი ფილოსოფიური მიმდინარეობა მე-20 საუკუნეში, როცა იმედი ამოეწურათ ფილოსოფოსებს, უდიდესი სახელები, შეიძლება ჩამოთვალოთ, მარტინ ბუბერი, ესეთი რელიგიური ებრაელი მოაზროვნე იყო, მარსელი, ჰაიდეგერი, სარტრი, კამიუ და უამრავი, რო ამოეწურათ რესურსი გონებისა, თქვენს რომ გამოსავალი არ არის. სიკვდილთან ჩვენ რომ მივდივართ, ამას ვერ ვაჯობებთ ჩვენ. აქ კი როგორ უნდა ვებრძოლოთ ამ წარმავლობას, ამ ყველაფერს, ეს ძალიან კარგად არის ამათ ნაშრომებში აღწერილი. ვერც ერთმა ვერ გადალახა სიკვდილის პრობლემა. სასოწარკვეთილებაში არის მთელი ფილოსოფიური აზროვნება მე-20 საუკუნისა. 21 საუკუნეზე აღარ არის საუბარი, იმიტომ რომ აქ არის პოსტმოდერნისტული პერიოდი. ეს სხვა ფილოსოფიაა. ეშმაკისეული შეიძლება ითქვას. აბსოლუტურად უფორმო და უშინაარსო. ცალკე სასაუბროა ეს. ლიტერატურაში ერთი დოსტოევსკისთან თუ ვიპოვი ჩვენ რას? ჩვენი ცხოვრება ფასობს მხოლოდ ძმებ კარამაზოვებში ამბობს ამას. თუ კი ჩვენ გწამს მარადისობისა. აი ესეთი რამე თქვა ამ კაცმა. თუ მარადისობის მწამს მე მაშინ ეძლევა ცხოვრებას ფასი. სხვაგვარი ფასი არ აქვს ამას. მე-19 საუკუნეში წერდა ამას ეს კაცი. რელიგიური აზროვნებისა იყო და მაგიტო. ვერც ლიტერატურაში, ვერც ფილოსოფიაში, ვერც ხელოვნებაში და ვერც მუსიკაში ვერ მოვსპობთ ჩვენ სიკვდილის პრობლემას. აი ეს არის დიდი პრობლემა ადამიანისა. აი ვინც დაამარცხა სიკვდილი, ეს არის ზეღმერთი, განკაცებული. აი შენ თუ გინდა გამოღვიძებული თუ ხარ ჯერ, თუ გამოღვიძებული არა ხარ, შენ თუ იმას ფიქრობ, რომ ადამიანის პერსპექტივა არსებობს, პერსპექტივა გაქვს ერთი, სიკვდილისაკენ. მერტი პერსპექტივა არ არსებობს, ბუნებითი გაგებით. თორე შეიძლება დღეს იშოვო რაღაცა, შეჭამო ხინკალი და ამ მთელი პერსპექტივა ეს არის. მაგრამ თუ დაფიქრდები, საით მივდივარ მე? რომელი პროგრესია აქვს? რომელ პროგრესზე შეიძლება ილაპარაკო, როდესაც სიკვდილი გელოდება ყოველ წამს? და ფხიზლდები კაცი, რა მეშველება მაშინ? აი, საშველი. წყაროთა მიმართ წყალთასა. ირემი იგარბის და შენი საშველი არის მარადისობასთან შეერთებულობა. სხვაგვარად ამ წუთის სოფელში შენ პროგრესს და შველას ვერ იპოვი. ვერავის ვერ უპოვია. პირამიდების მაშენებლები, მათი მტვერიც კი აღარ არის. და პერსპექტივა, წინსვლა, ვაშენებთ. რას აშენებ?
ხვალ რომ მტვერი იქნები იმას აშენებ? ეს არის შენი წინსვლა. ერთი დიდი ფილოსოფოსი ამბობს. თუ ეს არის და ღმერთი არ არის, აი მხოლოდ ეს არის, რასაც ჩვენ წინსვლა, თუ ეს არის მხოლოდ და ღმერთი არ არის. მაშინ ვიღაცამ ისე დასცინა კაცობრიობას, რომ ამაზე დიდი დასაცინი არ არსებობს. როგორც საინტერესო ფიქრია, როგორც საინტერესო აზრია. ესე იგი, ვიღაცა იუმორმა, ესე იგი, იუმორის მოყვარულმა ისე დასცინა კაცობრიობას, რომ ისცა გონება, აზროვნების უნარი, თავისუფლების უნარი, სიყვარულის უნარი, ყველაფერი ჩადო და ეუბნება, აბა რისთვის და მივდივარ წინ, საწინ გამრავლებისკენ, აშენებისკენ, იმისკენ და სიკვდილი ელოდება ამას და ეს დასცინის. თუ ღმერთია, ვიღაცა დასცინის კაცო, ყველაზე საშინელი ჯამბაზი დასცინის კაცობრიობას. იმიტომ ამაზე დიდი სისულელე კაცობრიობაში არ არსებობს. თუ კი ღმერთი არ არის, თუ კი მარადისობა არ არის, თუ კი გამოღვიძებული არ ახარ, ამაზე დიდი საშინელი ცხოვრება არ არის. და ეს დიდი რელიგიური ფილოსოფოსი, დიდი ადამიანი, ესეთი პოპოვიჩი იყო იუსტინე. ამბობს, დღესვე უნდა დავიხოცოთ ჩვენ მაშინ. თავები უნდა ჩამოვიკიდოთ ყველამ, იმიტომ რომ დასაცინად აღარ ყოფნის იმას, ვინ ჩვენ შექმნა, თუ ღმერთი არ არის იგი. არ შეიძლება მის დაკრულზე ვიცხოვროთ ჩვენ. იმიტომ ის არის ძალიან გაბოროტებული კაცობრიობის მიმართ. თუ მარადისობაში არ გადავდივართ. ყველაფერი უაზრობაა. ყველაფერი წარმავალია და ამაზე არ მოფიქრალი კაცი ფიქრობს წინსვლაზე. არანაირი წინსვლა, განწირულები ვარ ჩვენ. ღმერთთან ერთად აზრი ენიჭება ყველაფერს აბსოლუტურად. იმ ხინკლის ჭამასაც კი მის გარეშე არაფერი ფასი არ აქვს. ამიტომ მივიდა კაცობრიობა მე-19 საუკუნეში, რომ ჩვენი წინაპარი არის მაიმუნი. ნახეთ და საინტერესო, რატოა მაიმუნი? იმიტომ რომ მაიმუნს და ცხოველებს მორალი არ აქვთ. თუ მე წინაპრად მყავს მაიმუნი, იმას კარგი, ცუდი, თავისუფლება, ასეთ რაღაცები არ გააჩნია. ამოებაზე ფიქრი არ გააჩნია, გამოფხიზლება, რა გამოფხიზლება, მაიმუნს რა უნდა გამოაფხიზლო. გამოსავალი მოძებნეს. წინაპარი მაიმუნია, შენც მაიმუნი ხარ, სხვა გვარი ოღონდ. და რატო ფიქრობ მარადისობაზე, კარგსა და ცუდზე? კარგი და ცუდი აღარ არის, ნიჩემ თქვა. კარგი და ცუდი აღარ არის. უკვე მაიმუნისგან შევიქმენი ჩვენ. წიგნი აქვს ესეთი ნიჩეს ამ ავადმყოფს. კეთილისა და ბოროტის მიღმა. ანუ მიღმა ჩვენ იქითა ვართ. კეთილი და ბოროტი აღარ არის. მიღმა. ღმერთი მოკვდა, გაუმარჯოს ზეკაც. ანუ ზეკაცი ვინ არის? გაბერილი ცხოველი, რომელიც ხოცავს ადამიანებს და თვითონ კარგად არის. ეს არის ზეკაცი. რატო მე-19 საუკუნეში ლაპარაკობდნენ ამას? თუ მე თუ ცხოველისგან შექმნილი ვარ, მაშინ არ არის მორალი, არ არის უკვდავება, ცხოვრების საზრისი არ არის. ერთადერთი დაგჭა, სხვა შეჭამო, რომ შენ უფრო მეტი შეხვდეს. ბრძოლა გადარჩენისათვის. აი ესეთი გამოსავალი მოძებნა მე-19 საუკუნეში კაცმა. ვიღაცა ამბობს, ჩემი უკვდავება მე არ მინდა, ჩემი ცხოვრების საზრისი არის მხოლოდ ეს. ახლა იმ კაცს ვერ გამოაფხიზლებ ვერასოდეს, იმიტომ რომ შეიძლება ითქვას ნათესავია იმ მაიმუნთან, იმიტომ რომ ამაზე არ ფიქრობს, არ ჭირდება ეს. მაგრამ ყველა რელიგიაში ამაზე ფიქრობენ. გამოსავალზე ფიქრობენ. და როცა იპოვიან, როგორც ეს ბრმები, მიმოეფინება ეს სიხარული თელ გარშემომყოფ კაცობრიობას. დაგლოცოთ ღმერთმა და ღმერთმა ინებოს ჩვენი სულიერი გამოფხიზლება და ირემის მსგავსად
ჩვენი სწრაფვა ღვთისადმი. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია და აზრის მომტანი. სხვაგვარად აზრი არ აქვს. რაც არ უნდა აკეთო კაცმა. ჯვარი გეწერო ციცოცხლეთ.